ზვიად სიჭინავას ახალი საპრეზიდენტო ვადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. სიჭინავა ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს 2015 წლამდე უხელმძღვანელებს. რიგარიშე საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტობის ერთადერთმა კანდიდატმა 4 წლიანი სამოქმედო პროგრამაზე დღეს ცვლად ისაუბრა. და რა პრიორიტეტები ექნება ზვიად სიჭინავას ქართულ ფეხბურთში ახალი საპრეზიდენტო ვადის პერიოდში. თემაზე პირდაპირ ეთერში ოთარ გიორგაძე ისაუბრებს. ოთარ, გისმენთ. დღევანდელ ყრილობაზე რა თქმა უნდა საუბარი იყო იმ პროექტებზე, რომელიც ზვიად სიჭინავას განსახორციელებელი ექნება მომდევნო 4 წლის მანძილზე. პრიორიტეტად კი დასახელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე ასაკობრივი გუნდების მომზადება ოფიციალური მატჩებისთვის მაღალ დონეზე და თავისთავად ეროვნული გუნდი. რაც შეეხება თავად საარჩევნო პროცედურას, ის სასტუმრო ჰოლიდეინში შედგა. 33 სუბიექტს შეეძლო რომ საკუთარი ხმა დაეფიქსირებინათ დღევანდელ არჩევნებზე, თუმცა 3 მათგანი არ გამოცხადდა და ესენი გახლავთ თბილისის დინამო, საფეხბურთო კლუბ ზესტაფონისა და ბოლნისის სიონის წარმომადგენლები. უცნობია მათი არ გამოცხადების მიზეზი, თუმცა მათ არ ყოფნას დღევანდელ ყრილობაზე გავლენა არ მოუხდენია. 4 წლის ვადით არჩეულია ბატონი დომინიკ სიჭინავა. 30 სუბიექტის ნდობის მანდატი და დარბაზის ოვაცია. ზვიად სიჭინავა ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელად რჩება. პრეზიდენტი მზად არის მის მიერ დაწყებულ ყველა პროექტზე მუშაობა საკუთარ გუნდთან ერთად გააგრძელოს. სიჭინავა ასევე გულშემატკივართა მოთხოვნას იზიარებს და პრიორიტეტად კვლავ ეროვნულ ნაკრებს ასახელებს. პირველი რეფორმა ალბათ როგორც გითხარით, ეს არის თემურ ქეძბაია ნომერ 1, რომელიც უნდა გავაკეთოთ. პირველი და ყველაზე პრიორიტეტული, რომ ეს მწვრთნელი დარჩეს ნაკრებში მინიმუმ კიდევ 2 წლით. ეს არის პირველი და მთავარი. შემდეგი ყველა მთავარია და ყველაფერი გასაკეთებელია. მინდა რომ მიულოც ბატონი ზვიადის პრეზიდენტობა და უსურო ამ ძნელ საქმეში წარმატება. ეს წელიწადი მე მგონი გადაწყვეტი იქნება იმისათვის, რომ ჩვენს დავინახავთ აბა რა შეგვიძლია ჩვენ ნაკრებს და მით უმეტეს ეს პირველი 2 თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ საჩქარო არაფერი არ არის, შემე კიდევ 1 წელი მაქვს კონტრაქტი და ამის დრო გვექნება. ზვიად სიჭინავას საფეხბურთო სამყაროს სრული მხარდაჭერა პრეზიდენტის ბოლო 14-თვიანმა მუშაობამ განაპირობა. საფეხბურთო სუბიექტები პრეზიდენტის საქმიანობას დადებით შეფასებას აძლევენ და თვლიან, რომ 2010 წელს ქართულ ფეხბურთში განხორციელებულმა ცვლილებებმა საქართველოში სპორტის ამ სახეობის პროგრესი განაპირობა. პრიორიტეტი იქნება რა თქმა უნდა ეროვნული ნაკრები და ეროვნული ჩემპიონატი. ასევე სხვა პროექტები, რომლებიც დაწყებულია იგივე სკოლებთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება და ამ 4 წლის განმავლობაში ეს 4 წელი უბრალოდ იქნება ქართული ფეხბურთის აღორძინების ხანი. აშკარა არის ის კარგი ცვლილებები, რომლებიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ქართულ ფეხბურთში. ჩვენ ზუსტად ამ ცვლილებების შემდგომ მოვედით ქართულ ფეხბურთში ესეთი სერიოზული ძალებით. ჩვენ ძალიან მონატრებულები ვიყავით იმ წინსვლას, რომელსაც ეხლა დღეს უყურებთ ეროვნული ნაკრების სახით და ის პროცესი, რომელიც დაწყებული არის ქართულ ფეხბურთში კლუბების პრივატიზაციისა და იმისა, რომ ყველა კლუბი იყოს კერძო და იყოს ჯანსაღი კონკურენცია, ამას ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით. ფეხბურთის ფედერაციის აქტიურ მხარდამჭერად რჩება სახელმწიფო. ქართულ ფეხბურთში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა პროექტები დაიგეგმა. სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას მიმდინარე წელს 7 მილიონ ლარს გამოუყოფს. ძალიან ბევრი რამე არის პრობლემა დღეს ქართულ ფეხბურთში კიდევ დარჩენილი, მაგრამ თავარი ის არის, რომ დადებითად ფასდება ის პირველი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ფეხბურთის სასიკეთოდ და ვაღიარებთ, რომ სახელმწიფო აუცილებლად ვითანამშრომლებს მომდევნო 4 წელი და საკმაოდ სოლიდურ წვლილს შევიტანთ ჩვენ ქართული ფეხბურთის განვითარებაში ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად. ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე პირველად 2009 წლის ოქტომბერში აირჩიეს. არასრული საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სიჭინავამ კიდევ ერთხელ მიიღო სრული მხარდაჭერა საფეხბურთო სამყაროსგან. ქართული ფეხბურთისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი მიმდინარე წლის მარტში დაიწყება. ბოლო 10 წლეულის მანძილზე პირველად ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი აქვს. დიახ, დღევანდელი საარჩევნო ყრილობის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური ხდება სამუშაო პროცესი ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პირველი შეხვედრა 2011 წელს 9 თებერვალს ერიც კვიპროსზე სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გუნდი მოსამზადებლად 6 თებერვალს გაემგზავრება კუნძულზე. რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, 26 და 29 მარტს საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება ხორვატიისა და ისრაელის ეროვნული გუნდები. ამ 2 მატჩის წარმატების დასრულების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს კიდევ უფრო რეალურად მიეცემა შანსი, რომ მოხვდეს 2012 წელს კონტინენტის პირველობაზე, რომელიც უკრაინასა და პოლონეთში შედგება. დიდი მადლობა ოთარ გიორგაძე საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.